მეტი პასუხისმგებლობის აღება ალიანსისგან და უკრაინის დახმარების ტაქტიკის შეცვლა ნატოს მინისტერიალზე იენს სტოლტენბერგის ინიციატივებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხზე ალიანსის წევრებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს. სიახლეა უკრაინის დასახმარებლად 5-წლიანი ფონდის შექმნის იდეა, რომელიც ვაშინგტონის მოახლოებულ სამიტზე, როგორც ჩანს, განხელვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. საიუბილეო მინისტერიალზე გაკეთებულ განცხადებებს მოსკოვის მძიმე რეაქციები მოჰყვა. კრემლი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას უკრაინა რუსეთის ომში ჩართულად მიიჩნევს. ნატოს დაარსებიდან 75 წლის თავზე ბრიუსელში შეკრებილი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის გრძელვადიანი დახმარების გეგმაზე მსჯელობდნენ. როგორც მინისტერიალამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, კიევის დახმარება უნდა იყოს გრძელვადიანი, საიმედო და პროგნოზირებადი, თუმცა სტოლტენბერგის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნას 100 მილიარდი ევროს ოდენობის 5-წლიანი ფონდი, ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსი მიღწეული არ არის. ორდღიანი მინისტერიალის დროს მედიასთან საუბრისას სტოლტენბერგი უკრაინის მხარდაჭერის ფონდის გეგმასთან დაკავშირებით დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებდა და არც კონკრეტული ციფრები დაუსახელებია. მან თქვა, რომ ფრონტზე კიევის სასწრაფო საჭიროებების გათვალისწინებით მოკავშირეებმა უკრაინის დახმარების დინამიკა უნდა შეცვალონ. ეს ცვლილება კი ალიანსის მიერ საკუთარ თავზე მეტი პასუხისგებლობის აღებას უნდა ითვალისწინებდეს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ უნდა გახდეს ჩვენი მხარდაჭერა უფრო მტკიცე და გრძელვადიანი. ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ამ კრიტიკულ მომენტში. დღეს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ წინ წავიდნენ უსაფრთხოების სფეროში დახმარებისა და წვრთნების კოორდინაციაში ნატოს როლის გაძლიერების მხრივ. დეტალები უახლოეს კვირებში გამოიკვეთება. თუმცა დარწმუნებული იყავით, უკრაინას შეუძლია ჰქონდეს ნატოს მხარდაჭერის იმედი ახლა და გრძელვადიანად. უკრაინის გრძელვადიანი დახმარების მექანიზმის ჩამოყალიბებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე იგეგმება. საერთაშორისო პრესა წერს, რომ შეთავაზებულმა გეგმამ უნდა გააძლიეროს ნატოს როლი უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების კოორდინაციაში. ამგვარად ალიანსმა შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებისგან რამშტაინის ფორმატის სახელით ცნობილი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის ხელმძღვანელობა გადაიბაროს. აღნიშნული გეგმა მოიაზრება როგორც კიევის დახმარების გარანტია იმ შემთხვევისთვის თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება. ამის პერსპექტივა კი საკმაოდ რეალისტურია ბოლო კვლევების გათვალისწინებით, რომელთა თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენს 7 მერყევი შტატიდან 6-ში უსწრებს. სტოლტენბერგის გეგმასთან დაკავშირებით ალიანსში არაერთგვაროვანი პოზიციებია. თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ეს იქნებოდა ყველა აგრესორისთვის გზავნილი. სეზონი გახსნილია. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა წინ წაიწიოს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარდგენილ დაფინანსების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინისთვის დამატებით დახმარებას ითვალისწინებს. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ინტერესებში, ეს ჩვენ ინტერესებშიცაა და ამიტომ ჩვენ გვყავს ათობით მოკავშირე, რომელიც იგივეს გრძნობს და საკუთარ თავზე იღებს ტვირთის საკუთარ წილს. ყველაზე მნიშვნელოვანი რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ჩვენგანი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ს ხარჯავდეს. დღეს ამას ბევრად მეტი ქვეყანა აკეთებს. უწრფელად გითხრათ, ეს არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. იმისთვის, რომ ნატოს სამიტი ვაშინგტონში ამ ზაფხულს იყოს წარმატებული. ეს ასევე არის საუკეთესო გზა, რომ მოვემზადოთ ამერიკის არჩევნებისთვის. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს. რაც შეეხება სტოლტენბერგის 100 მილიარდიანი ფონდის შეთავაზებას, ყველაფერი რაც ემსახურება უკრაინის მხარდასაჭერად სტანდარტიზებულ საიმედო თანამშრომლობას არის კარგი და სწორი. მხოლოდ უნდა დავწმუნდეთ, რომ არ მოხდეს სტრუქტურების დუბლირება ან გასამაგება. რა თქმა უნდა, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული, ვინ რა და როდის გადაიხადა უკვე და როგორი შეიძლება იყოს ფინანსური ტვირთის გადანაწილება. უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს არანაირ ინიციატივებს, რომლებმაც შესაძლოა ალიანსი რუსეთთან ომთან დააახლოვონ, ან თავდაცვითი ალიანსი თავდასხმითად გადააქციოს. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს თავდაცვითი ხასიათი უცვლელი დარჩება. თუმცა კრემლში ამბობენ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები უკვე არის პირდაპირი კონფრონტაციის დონეზე. ფაქტობრივად ეს ურთიერთობები ახლა პირდაპირი კონფრონტაციის დონემდე დავიდა. ნამდვილად ნატოს ქვეყნები თავად ალიანსი უკვე ჩართულია კონფლიქტში უკრაინის გარშემო. ნატო განაგრძობს ჩვენი საზღვრების მიმართულებით სვლას, თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას.
ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა. ალიანსის დაბადების დღეზე კულებამ ნატოს მოკავშირეებს პეტრიოტის სისტემების თხოვა, რადგან საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უკრაინაში მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მხოლოდ მარტის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 94 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.